ვიღაცებისთვის გენეტიკა და გენეტიკური კვლევები თითქოს რაღაცა მხოლოდ თავიანთი ვიწრო სპეციალობა. ასე არ არის ხალხო. ნუ მიისაკუთრეთ გენეტიკა. ეს ისეთია, ეხლა ვიღაცამ რო თქვას, რომ ადამიანს აქვს ორი ხელი, ორი ფეხი და ვიღაცა გამოვიდეს, რა ვიცი, ამ პროფესიის გინდ ექიმი და გინდ იგივე პროფესიის ადამიანი და რო თქვას, რომ იცი რა, ეს ამ ადამიანს არა აქვს უფლება რო თქვას, რომ ადამიანს აქვს ორი ხელი და ორი ფეხი და სისხლის 8 ჯგუფი, ანუ 4 ჯგუფის რეზუს დადებითი და რეზუს უარყოფითი ჯგუფი. ნუ მიისაკუთრეთ გენეტიკა. გენეტიკა ადამიანს მისცა ღმერთმა. თქვენ ხო ამტკიცებთ, რომ მაიმუნისგან ადამიანი გაჩენილი. მე და მათ შორის ბევრი ადამიანი ამტკიცებთ, რომ მაიმუნის შთამომავლები არა ვართ. ჩვენ ვართ ადამიანის პირდაპირ შთამომავლები. და ნოეს 16 შვილიშვილისგან წამოვიდა გენეტიკური კოდები. ამიტომ შვიდად იყავით, ვინც მოგიტყუებით, ის ატყუეთ კიდევ მურიგჯერზე, მაგრამ ჩვენ ადამიანებს, რომელთაც გვჯერათ ღმერთის არსებობის, ნუ გვირევთ twins და ნუ უურევთ იმ ხალხს twins და ნუ ცდილობთ, რომ ფული იშოვოთ და თან პლუს ამას ხალხს დააჯეროთ, რომ ღმერთი არ არსებობს. კი, ღმერთი არსებობს. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.